ნუ ეხლა ზელენსკის გაცხადება რომ მას არ დაუძახეს მოლაპარაკებაზე ეს მისი ბრალია მან თვითონ რამდენიმე 2 წლის უკან შეიტანა კონსტიტუციაში ცვლილება სადაც ჩაწერა რომ რუსეთთან მოლაპარაკება აკრძალულია და ისჯება ასევე არ იქნა მიწვეული ევროკავშირის კომისიის წევრები თვითონ ევროკავშირმა მაშინდელმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადეს რომ მათ მინსკი 1 და მინსკი 2-ის ხელშეკრულება დადეს იმიტომ რუსეთთან რომ ამით მოიგეს დრო და ფაქტიურად შეიარაღეს და მოამზადეს უკრაინული ჯარი რომ ბრძოლა ეწარმოებინა რუსეთს ესე იგი ტრამპმა პირდაპირ გადაუწყვიტა და უთხრა თქვენ არ ახართ მოლაპარაკების ღირსები იმიტომ რომ თქვენ მოლაპარაკებების ტრადიციებს საერთაშორისო აღიარებულ წესჩვეულებებს არ ღვევთ ამიტომ თქვენს გარეშე ჩვენ დავждებით და მოვილაპარაკებთ და რასაც გადავწყვეტავთ ის იქნება თქვენთვის მისაღები და თუ არ მიიღებთ მერე თქვენ თავს დააბრალეთ ასე რომ უკრაინის ბედი გადაწყვეტილია ზელენსკის ბედი გადაწყვეტილია ეს ომი რომ ძირითადად ბიზნესის ინტერესებისთვის იყო გაღვივებული და ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდა იმითაც დასწურდება თუნდაც რომ ეხლა აღმოაჩინეს ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ რომ 47 მილიარდი უკრაინაში წამოსული თანხა გასული არის უკრაინიდან და გადარიცხულია მესამე ქვეყნებში და იციან სად იმყოფება ეს თანხები და რას მოხმარდა ფაქტიურად გამოდის ის რომ ეს უკრაინის ომი გარდა იმისა რომ ხალხის უბედურების სიცოცხლის სისხლის ფასად წარმოებდა აქედან ხდებოდა თანხების ამერიკის გადასახადების გადახდელთა თანხების ითვისება და განიავება და არ არის გამორიცხული რომ ეს თანხები მოკლეული იქნას რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციების ანგარიშზე ძალიან დიდი ცვლილება დაიწყო მსოფლიოში მსოფლიო შეტრიალდა დადებითი აზროვნებისკენ უკვე ფაქტიურად წარმოჩინდა რუსეთის როლი როგორც ამ პროცესში ლიდერის როლი რომელიც იცავდა ტრადიციულად საერთაშორისო სამართლის ნორმებს რომელიც პატივცემდა და ფაქტიურად მისი ბრძოლა გამოდის რომ ეს იყო ბრძოლა უარყოფითის წინააღმდეგ ეს იყო ბრძოლა ევროკავშირის კორუფციული ხელისუფლებების მიმართ ეს იყო ბრძოლა ამერიკის დემოკრატიული პარტიის ბაიდენის ხროვის წინააღმდეგ და ამდენად ამ ბრძოლას მალე დაესმება წერტილი ერთია რომ უაზროდ ამდენი ხალხი დაიღუპა რომელიც არის აი უკრაინის მარიონეტული ხელისუფლების კისერზე მათი სისხლი და თუ დროულად არ მოეგებიან გონს და ისევ დაიწყებენ აი რო იტყვენ აი ფაფხურს ზელენსკის თამადობით ეს არაკაცი კიდევ მეტი სისხლი დაიღრება სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ამერიკა რომელიც ფაქტიურად უკრაინაში აწარმოებს რუსეთთან ომს ამერიკა აწარმოებს რეალურად ომს დღეს შეხვდა მისი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე ეს ურთიერთობები გაიხსნა 2 წლის უკან დაბლოკილი ურთიერთობები გაიხსნა ეს ურთიერთობები და უკვე უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ჩვენს ამ დროს რას ვაკეთებ ჩვენ ისევ იმ ძველ ნარატივში ვართ დასავლეთის მიერ შემოგდებულ ნარატივში ვართ და ისევ რაღაც ვიძახით თუ ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი რუსეთის მხრიდან მრავალი ნაბიჯი დადებითი ნაბიჯი გადმოიდგა და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის შორს მაგრამ ამისთვის საჭიროა დავიწყოთ ჩვენ რუსეთთან ახლო ურთიერთობა სამთავრობო დონეზე ეხლა 80 წლის თავი ხდება ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ჩემი სურვილია რომ საქართველოს პირველი პირია ხელმძღვანელი მუშაკი დაესროს ამაზე იმიტომ რომ იქ მთელი მსოფლიოს ელიტა იქნება ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მხრიდან და თუ
დაუშვათ რაღაც პრობლემებია, სახალხო დიპლომატიას შეუძლია ჩაერთოს და ამის ორგანიზება გააკეთოს, მაგრამ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია. მანამდე თუ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და 9 მაისის გამარჯვების დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ეს არის საქართველოს ჩემი თხოვნა.